თქვენი ემოციები რო გაგვიზიაროთ. ყველას მაგაზე უცამი ერთი და იგივე პასუხსო, ჯერ დაუფრინავ, არ ვიცი რა ხდება. არ ვიცი როგორ დავიწყო, მაგრამ ჭირევა იბინა მერე ჩემი წნოვა, ახლა ჩემი დროა ამას დიდი ხანი ველოდი, ჩვიდმეტი წლის ბავშვი და მიხენეს დათან მელოდი, ჩემი რაიდობის არჯერა მიჩოს გამელოდი, შენ თუ რა მეკიდა ჩემთან მაშინ აქ და მელოდე მე ვიწარე ვიდრე ბანის დარად ჩამე, ხალხი ვერ მიხვდება ამას ტრანად მაქვს მე აწყოფილი, შემთხვევით შევხვდათი წაკეთ 9 მილიონის კოვილით ფო გამის იმატო სოუგო და თავზე გადაიჭო, ისეთი ცუდი იყო და ნების დროსაც არ გაიშო, ბოლოს ხალი წაარგვირდა ბოლოს პეტლის ანგარიშმა სადაც ტოტოს 2 რაუნდი უბრალოდ დაავიწყდა, არაფერი შეგეშალოს და მახიეშ პანა არა ვინ წაიღოს სადაც გვერდზე ჩემი ძმები განა, მე თუ სალტოებს ვაკეთებ სადაც შენი ბევრი ძვენაც ფიზიკურად გავხარ გადამსოდა, თუ დაიწყებ კაკაშე ხარ კაკადუდა, მეორე მანერებს ვარ დაინერგ ფილიქსის სპირიტაშე პანელებს, შენ უყვები კლასელებს როგორ ვავლებ პარალელებს, შენ მახევას თმოუებს ამ დროს ვიგახევ თამბეთლებს, ხო და ამ ბეთლემში დაიბადა ჰიპ-ჰოპი, რატო გამოხვედი მაყურებლად უფრო მინდოდი, განართულია მაგიტო მე არ ვფიქრობდი, უბრალოდ ჩაიწერდი იმას რასაც ვიყოდი, ეს არ არის შიტოკი, ეს არის real, ეს არ არის ტიკტოკი, ეს არის reels, თუ ვინმეს მინდობდი, ადრედი this, ვიღაცას აიჰედი თუ გონია drill, მე დავანახებ skills, pull up on your block with the Glock, mere chill, ვანადგურებ ups, mere max 5 kill, ვაკავშირებ ბარს და ამ ბაუს გამოვცვლი. მოგესალმებით მეგობრებო, მოვედით PvP-ის ფინალზე, ყველაზე ცეცხლი ფინალი იქნება დღეს და სანამ ბეთლები დაიწყება, არის PvP-ის სლემი. უბრალოდ ისეთი პეყვა ვარ, რომ ვერ ხედავ რა ხდება, მაგრამ იმაგარ ვაუსავ. აბა, ეხა შენ ჩაგწერ დაიცა? ჯერ უნდა გვითხრა რა მოლოდინები გაქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველ რიგში ვიტყვი რომ სალამს გისურვებთ ყველას ძმებო რა. მეორე იმას ვიტყვი რომ დღეს რა ბეთლიც იქნება ძმაო. ეგეთი ბეთლი არ ახსოვს ისტორიას. არამედ თუ საქართველოში, სოფლიოში არსად არ ყოფილა ჩემი აზრით რა. აი პიზეცები მოხდება ვაფშე და 50-50 ვარ, იმიტომ რომ ორივე მხარეს შანსი აქვს, ორივე მხარე ძალიან ხოძეა და ნახოთ რა. აი ესე ორივეს გულში მეატყურა, კარგ ბეთს გულშემატკივრა უშუალოდ რა. Let's go. შენ ვის ფიქრობ პაწუა? მე ვფიქრობ იმას, რომ არ ვიცი რა, იურა ცეცხლი დაინთება აქ. ყველას ვფიქრობ და მეგობრებო, ვინ იგებს ანი? ჩემთვის კამი და მოსკა და ზოგადად ალბათ ბანი და ტაჰა მოიგებენ მეგობრებო. ბანი და ტაჰა რა თქმა უნდა. კამი და მოსკა რა თქმა უნდა. იო! ჩვენი ხმა კამის და მოსკას მეგობრებო. თვალებში ძალიან თქვენი მოლოდინები როგორი არის, აი როგორი ბეთლი იქნება? რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი ბეთლი იქნება ყველა ვარიანტში. მოლოდინები მე ცოტა, რა თქმა უნდა, ჩემი ძმაკაცების მხარეს უფრო ვარ, მაგრამ აქ უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ვინც არ უნდა მოიგოს, ყველას ეკუთვნის რა. მადლობა ძალიან დიდი. ყველა დროის გოუთი კაცი. ახლა ჩვენთან არის დოკი მეგობრებო და ბეთლზე რა მოლოდინები გვაქვს ეგ რო გითხრა. ჩემი აზრით მაინც დაჰადაბანი იქნება, მაგრამ ძალიან ახლო ბეთლი იქნება აი ძალიან. მაგრამ დაჰადაბანი. გუში ჩემს გისმინეთ და ძალიან ტოპი ყავი. კაი იყო. არა, კაი იყო. ის არ იყო რაც მინდოდა, ბევრი პრობლემა იყო ფიცებთან დაკავშირებით. არა, უშავს პირველი იყო და ძალიან კაი იყო. არ ვიცი როგორ დავიწყო, მაგრამ ჩვენთან არის ბატონი ოქტოპუსი და გრანდიოზული გამოცხადება. რა სიტყვით, აი როგორი მოლოდინები გაქვთ ბეთლთან დაკავშირებით? მოლოდინები არ ვიცი როგორი მქონდეს, იმიტომ რომ პირველად ვარ ლაივში ბეთლზე. და მოლოდინები მაქვს რომ კარგი უნდა იყოს აქ უფრო ვიდრე არის ხოლმე სახლში რო უყურებ. ბევრად ენერგია მოდის და ბევრად ცეცხლოვანი. ხო, თქვენგან უფრო მივიღებდი რჩევებს როგორია და სად დავდგე რომ კარგად მოვუსმინე. კი, ანუ აქ უფრო ხალხის ენერგია იგრძნობა და ეგ უფრო არის უღავის ოცები. მადლობა ძალიან. წარმატებები გიყურებ.
აქ გულდა წვეტილი ხალხი ხოთ მეგობრებო. ვაფშე არ არის ეგრე. ვიხარად ერთხელ ის უთხარი ნინას რომ 45-55 ვარ მეთქი და მაგით ვაგზავნე. ძალიან მაგრები იყვნენ ორივე მხარე. თვითონ ბეთლი იყო ის რაც მინდოდა რა, სიკიჟე იყო ჩვეულებრივ. დამსახურებული მოგება აქედან რასაც ვუყურე და უკვე ვიდეოდან მერე ვიტყვით ვინ მოიგოს მაო. ჯერ არ ვიცი. აქ ვინმე ზეჭვი ეყარებოდა? არა მეგობრებო, არა. ცივით ხალი ძალიან მეგობრებო, ვიცაც გეწმინათ, იმიტომ რომ გამიდაბოს არის ოთხო. და ეხლა ვაფშე არ ვიცი ჩემი ხარ როგორ ისმის. აბარა მეგობრებო, მე აქ ამისთვის მოვედი. მე აქ მოვედი ამისთვის. არა, ეხლა არაფერი არ ხდება, გიჟი ვეგონები ხარ. ნინა კიო და მეგობრებო, აუ აი ეგეთი ნინა არ მინახია. და რო გადაღება არ შეიძლებოდა რა. თქვენი ემოციები რო გაგვიზიაროთ. ყველას მაგაზე უცამი ერთი და იგივე პასუხსო, ჯერ დაუფრინავ, არ ვიცი რა ხდება რა. შოკია. ხო რა, ანუ არ ვიცი რა ხდება, იმიტომ რომ მართლა ტაჰა შემოყვარა ქართული ჰიპ-ჰოპი და დღეს ესეთი რაღაც რომ მოხდა, ეხლა ცოტა არ ვიცი რა. მარც მე დედას ვიცავ იგივე პასუხები მაქვს ზუსტად რა. ერთადერთი რასაც ვიტყვი გამოიწერონ შენი არხი და ხშირად გიყურონ. მადლობა ძალიან და წარმატებები თქვენორს. მადლობა და ბოდიშით რა შეგეწყვეტ. ნანეტია თუ შონეტია, კაბრიოლეტია. ვარგეტილი. იო, ბრ. ხმაური შევქნათ მეგობრებო, ხმაური. უცხო მოყმე? შენ კარგიდა. იო, ამ ბეთს ხო დაგვირიაქტ. მაგარი პედი ვარ. ამ ბეთს ხო დაგვირიაქტ. გირიაქტებთ, ამ ბეთზე უნდა ავდგეს კამიდან და გადახვდე კაროჩი. ჩვეულებრივად. ხო, ოღონდ მერვედან არ აი, სიგიჟე იყო, აი არ ვიცი. მართლა არ ვიცი. წარმოიდგინე ადგილზე რო ესეთი მაგარი იყო, ვიდეო იქნება ხალხო რაღაც აი პიზდეცზე კიდე პიზდეცი კაროჩი, აი სიგიჟე იქნება ჩვეულებრივი რა. არ ვიცი ძმაო, საია. ამას ვინც შეესწარით ლაივში ძმაო? აი ვიცი რა ემოციაც იგზენი, ვიცი როგორც გაგისწორდა პაჭი, მაგარია. გაკოსეთ გამოიწერეთ ნინას არხი. რავი, აი ნინა არის მსოფლიოში ნომერ პირველი იუთუბერი ჩემი აზრით, იმიტომ რომ არის ბუნებრივი, არის ყველაზე წივილიანი ქალი სამყაროში. ნინა წიოდა ხალხო? არ გიგონა. ამის და მოსკას რაუნდებზე ნინა წიოდა, აი ნინა რო ჩაწივლებდა მეთქი ესე ვიყურებოდი რა ხდება მე. აუ იმენა ბოლომდე ბალეს ჩიკობდა. ხო, პატარა გოგო, წავყილა. ძალიან სიგიჟე იყო. აი მე თაურბე ხო რატომ ხაც?
იმედე შეგეცი რამდენჯერაც აქ დგომა ბიჭო დღეს შენი ნანე არ მიყვარს ცოტა ხალხენ კიდია ქენიამე დამაჯერე რომ მოგვიგი ქენიამე ცოტა მაინც გაგვიგაჩე ქენიამე აკეთი ქვეყანა დაგვიგრის ქენიამე ეს და დამოწრული ქენიამე ირიადა მალე შიო მალე გადიტარბანახე დამანახე მაჩემიო მალე ცოტა ხნის წინ მოვედი მეგობრებო სახლში და არ ვიცი მივითიშე ძალიან სასწაული იყო აი არ ვიცი აი ტიპებმა ცეცხლი დაანთეს და აღარ ჩააქრეს ანუ ჩემი ფისოებიც კი შოქში არიან აი არ ვიცი რაღაცა სასწაული იყო და იმედია ინტერვიუებთან დაკავშირებით რაც ვიდეოში არის ძალიან არ დამჯაჯაოთ იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო პირველი გამოცდილება საერთოდ პირველი იყო რომ ეგრე მივედი ვიღაცასთან და ვკითხე ანუ უცხოს ვგულისხმობ უცხო ტიპთან რომ მივედი და ეგრე რომ ვკითხე რაღაცები ან ძალიან უხერხულად ვიყავი ძალიან მწვენოდა თან და აი ჩემთვის იყო ეგ ახალი გამოწვევა ესე რომ ვთქვათ რომ აი ეგ კომპლექსი დაუძლია რომ ესე მივსულიყავი ვიღაცასთან და მეკითხა ну ვიღაცასთან რა ძალიან ტოპ ხალხთან მივედი მაგრამ თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა რომ მომცეს მაგის შესაძლებლობა რომ ჩამეწერდნენ ვიდეოსთვის აი ჭკუაზე აღარ ვიყავი მართლა შეეხება კამის და მოსკასაი არ ვიცი მეგობრებო რა თქვენ იქ ჩაატარეთ რაღაც ჩაუტარებელი ანუ რაღაც აი შოუ დადგით თქვენ იმიტომ რომ აი რაღაცა სასწაული იყო სხვა სამყაროში გადაგვიყვანეთ ხალხი იქ და აი არ ვიცი ყელი მეწავის იმდენი ვიწივლე და ვიკივლე აი ძალიან კარგი იყო მადლობა ვიც მიყურეთ და დარჩით ვიდეოს ბოლომდე არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა რომ მომცეთ უფრო მეტი мотиваცია რომ უფრო და უფრო მაგარი კონტენტი და უფრო საინტერესო ვიდეოები შემოვაწვინო და რა ვიცი გაგოცეთ ყველას აგერ ჩემი კატაორეო და ის ქალბატონი მიუ კატებიც კი შოქში არიან ისეთი შოუ დაგვიდგით ცეცხლი დაგვინდეთ მეგობრებო ანუ ენერგია აღარ აქვს რომ ეხლა უფრო გამოვხატო მაგრამ აი მიყვარხართ